დღეს საჯაროობის, ღიაობის, გამჭვირვალობის თუ სოციალური ქსელების ეპოქაში თითქოს გვავიწყდება ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ჩვენ ადამიანებს გვაქვს პირადი ცხოვრების უფლება. დავეთანხმებით ალბათ, რომ საკმაოდ ცნობისმოყვარე საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ალბათ თქვენთვისაც უკითხავთ ახლად გაცნობილ ადამიანს, რამდენი გაქვთ ხელფასი, როდის აპირებთ დაოჯახებას, როდის ელოდებით ბავშვს. ბევრ ცნობისმოყვარე ადამიანს შეხვდებით ექიმთან ვიზიტის დროსაც. მაგალითად, რიგში დგომის დროს საკმაოდ ბევრ დელიკატურ ინფორმაციას გაიგებთ სხვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ სხვა პირადი ცხოვრების შესახებაც. ასეთ დროს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩვენ ვიჭრებით სხვის პირად სივრცეში და ვისმენთ იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენი საქმე. თუ საბჭოთა ეპოქაში ერთმანეთის ცხოვრებაში ჩარევა და სხვის ფანჯარაში ყურება სრულიად მისაღები იყო, ჩვენი თაობის გამოწვევა მენტალიტეტის შეცვლა მგონია. ჩვენ უნდა დავიწყოთ ერთმანეთის პირადი სივრცის პატივისცემა და იმის გაცნობიერება, რომ პირადი ცხოვრების დაცულობა თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ეს სულაც არ ნიშნავს საზოგადოებისგან იზოლირებას ან მისგან გარიყვას. ეს არის თითოეული ადამიანის თავისუფალი განვითარების და არჩევანის უფლება.